Რამდენი ინციდენტი, რომელიც თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ რესტორან ვატრუფაში გუშინ ღამით ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და რამდენიმე პირს შორის მოხდა. როგორც ერთ-ერთი დაშავებული მამუკა ბაკურია აცხადებს, შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა მელიამ რესტორანში მყოფ ერთ-ერთ მანდილოსთან შეურაცხყოფა მიაყენა. მცირედი დაზიანებებით წუხელა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია. ისინი საავადმყოფოდან გუშინ ღამითვე გამოწერეს. მათ მოსანახულებლად გვიან ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ. ისინი ინციდენტის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავდნენ, რომ საქმე დაუყოვნებლივ გამოიძიოს. თითქოსთა ცნობით კლუბში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც, თუმცა მათ თამარაშვილის ქუჩა დაპირისპირებამდე დატოვეს. შელაპარაკება მოხდა ვინმე მელიასთან, რომელიც არის გამგებელი, რა. ჩემ სუფრაზე მყოფ მანდილოსანს რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენა. ამას მოყვა ცოტა დაძაბული საუბარი, მაგრამ ამას არ მოყოლია ისა, რა ქვია, კონფლიქტი, რა. წამოვდექი, რომ მივხვდი, რომ რაღაც დაიზაბა სიტუაცია და ამ ბატონს უთხარი ესე არ შეიძლება თქო ვაჩვენე ესე მხარზე ხელის ესე არ თქო და თუ შეიძლება მიბრძანდით თქვენ მაგიდაზე ჩვენს უკანა მაგიდაზე იჯდნენ ესენი აი ამ ჩემ ჟესტს და აი ამას მოყვა იმათგან რამდენიმე კაცის წამოწევა იმ სუფრიდან და უკვე პირდაპირ ღია აგრესიის გამოხატვა დედის გინებით და მუშტით, მაგრამ იყო სუმცირე მინიმუმ 15-20 კაცი იყვნენ მანდილოსნებს ართulis. საერთოდ აქ იყო როცა ეს არა. წავიდა რა, მაგრამ მერაბიშვილის აყვარელიძე ვაშაძე ხცნობას ახეებს ვიძახი რა. არის გარკვეული ასე ვთქვათ ინფორმაცია ამ თავდასხმის შესაძლო პოლიტიკური მოტივების შესახებ და ჩვენ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარომ ეს საქმე დაუყოვნებლივ ეს გამოძიებული. იმ ქვეყანაში, სადაც დეპუტატებს ასე უმოწყალოდ უსწორდებიან ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები, ნამდვილად საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებები იქნება დაცული. მე არ ვიცი, იმედი უნდა მქონდეს თუ არა, ალბათ უფრო არა, რომ ამ ვანდალური აქტის ჩამდენები იქნებიან სათანადოდ დასჯილები, დამატებითი კომენტარები. აქ საუბარი არის ბატონ დავით საყვარელიძე და ბატონ გიორგი ვაშაძეზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გავრცელებული ინფორმაციით არის შემაშფოთებელი. პაციენტების ზოგადად მდგომარეობა სტაბილური, გაწერილები არიან ბინაზე ამბულატორიულ მკურნალობაზე, მიესაჭიროებს რეკომენდაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ რესტორან ვატრუფაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ხულიკნობის ფაქტზე 239 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტის საბუძველზე ვაკე საბურთალოს სამართალოს პირველ განყოფილებაში აღიძრა. სამართალდამცველებმა საქმეზე მოწმის სახით უკვე დაკითხეს ბექამაზიაშვილი, მამუკა ბაკურია და მანენა გიორგობიანი. ასევე დაიკითხა რესტორნის მოსამსახურე პერსონალი. დაკითხული მოწმეები ჩვენებაში დეტალურად აღწერენ, რომ სტუმრებს შორის ჩხუბი 10-15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მათი განმარტებით მომხდარი ინციდენტის დროს სტუმრთა ნაწილმა რესტორანი დატოვა. მათ შორის იყო ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი მეუღლესთან ერთად. მოწმეების თქმით, რესტორანში სტუმრად იყვნენ ასევე პარლამენტის წევრები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, თინათინ ბოკუჩავა, სამეგრელოს ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი. სამართალდამცველები ჩვენებების ნახსენ პოლიტიკოსებს უახლოეს დღეებში დაკითხავენ, მათ შესაბამისი უწყებები უკვე დაეგზავნათ.